ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ზღვის დონიდან დაახლოებით 1900 მეტრზე. ეს ის ადგილია, სადაც იკრიფება მთის მაყვალი. აქ სეზონურად 6-7 ადამიანი ამოვყავს, კრიფავთ, დასაქმებული არიან. ჩვენთან მთაში ძალიან ჭირს დასაქმების პრობლემა. ამიტომ ეს გაჩნდა ეხლა შანსი იმის, რომ შევაგროვოთ მაყვალი, დეკა, მოცვის ფოთოლი, კომში. სამწუხაროდ სეზონურია მართალია ეს სამუშაო, მაგრამ მთის პირობებში მაინც ნორმალურია, რომ 5-6 თვე დასაქმდეს ადამიანები და რაღაც 2 კაპიკი შეიტანონ ოჯახში. იმედია კიდე სხვა მეწარმეებიც რაღაცას გახსნიან რაიონში, რომ თავს დაუბრუნდეს ხალხი და არ დაიცალოს სოფლები. ეს არის უნიკალური ადგილი. ხვამლის და ყველასათვის ცნობილია და ლეჩხუმისთვის რა თქმა უნდა და ჩემი პროდუქციაც რომ სახელი ქონებოდა ლეჩხუმისთვის, შევარქვით თაკვერი. თაკვერი არის ლეჩხუმის ძირძველი სახელი. ევროპისკენ მიმავალი გზა ბიოპროდუქტებზია უკვე. ჩვენთანაც რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებას აქცევენ უკვე ბიოპროდუქტებს და ევროპაში მით უმეტეს. ასე რომ გზა ხსნილი გვაქვს ევროპისაკენ. ჩემს გარდა სხვაც ცდილობს რაღაცეებს და როცა ბევრი მეწარმე იქნება და ბევრი საწარმო, მცირე საწარმოც გაიხსნება, რა თქმა უნდა, ბევრი ხალხი დასაქმდება და იქნება ახალგაზრდები არ წავიდნენ, არ დაიცალოს ეს სოფლები. ჩაის წარმოება დავიწყეთ 2015 წლიდან. ეს არის მცენარეული ჩაიები, ეგრეთ წოდებული ფიტოჩაი. ჩაის მოყვარული პატარაობიდან ვარ, მაგრამ ეს ბუჩქის ჩაის და სულ მქონდა ინტერესი ამ მცენარეული ჩაიებისთან კიდე. ტექნოლოგია რომ ესწავლა, ამისთვის ბევრი მეჩაიე შევაწუხე. ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაამუშავებია. მეუღლესთან ერთად ჩვენ ვცდილობდით, რომ რაღაცა არ გამოვდიოდა მეორედ, მესამედ, მაგრამ ამ ცდილობას დროც ბევრი მიქონდა და საბოლოო შედეგს ვღებულობდით და ისეთ ჩაიების დავამზადე, რომელიც საქართველოში ფაქტურად არ მზადდებოდა. დაინტერესებაც გამოიწვია. კომშის ჩაის არავინ არ აკეთებს საქართველოში და ჩვენ გავამზადეთ პირველად. დავიწყეთ სიარული ტყეში. სხვა რო წაგეყვანა თანხებთან იყო ეს დაკავშირებული და იმ წუთში ხო ჩვენ ვერაფერს ვერ გადავიხდით, ჩვენთვისაც არაფერი გქონდა. დავიწყეთ ტყიდან ამის მოტანა, მერე სახში ამ დამუშავება, მერე იმ ნასწავლი ტექნოლოგიებით დამზადება, მაგრამ ბევრი ხო ვერ მოგქონდა. ნუ საჭირო იყო მანქანაც ამისთვის. კი ვყავდა ჩვენ სახში საოჯახო მანქანა, მაგრამ აი ისეთი მცენარეებია, ძალიან ღიად თუ არ მოიტანე, ხო? აი დახურულ სივრცეში ფუჭდება ეს და არ არის ადვილი მისი მოტანაც. რა თქმა უნდა დავდიოდით, ვეწვალეთ, ძალიან ბევრი ვიწვალეთ ამ ყველაფრისთვის, მოვიტანეთ, გავაკეთეთ, გაგვიხარდა რა თქმა უნდა. მერე მეორე დღეს უფრო ინტერესით წავედით, უფრო საინტერესო იყო ის კი არ იყო მაინც და მაინც საინტერესო რა გავაკეთოთ, გავყიდოთ, ან რაღაცა ესეთი გავაკეთოთ. რამდენად მოვახერხებდით გაკეთებას, როგორ გავაკეთებდით, რა ხარისხში გავაკეთებდით და ესეთი რამეები, ჯერ ერთი მცენარე, მეორე მცენარე, მესამე მცენარე და ასე ნელ-ნელა ავიდგით ფეხი. ეს არა მარტო საგემოვნო თვისებებითაა ეს ჩაიები, არამედ სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. დავიწყეთ პირველი დანადგარის შეძენა იყო როლერი, საგრეხი დანადგარი. მაგრამ ნებრივი შრობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ იმ კონდიციამდე მისულიყო მცენარის ფოთლები, გამშავი რო ყოფილიყო ბოლომდე. საშრობზე ვიზრუნეთ მომდევნო წლებში. ეხლა ეს ფინანსებთან იყო ყველაფერი დამოკიდებული და ვერ ვახერხებდით ასე ყველაფერს ერთდროულად. შემდეგ გამოჩნდა ევროკავშირის, ავსტრიის და შვედეთის პროგრამა, რომელიც ეხმარებოდა მეწარმეებს ეს გავიგე ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრის მიერ. დავწერე. დამაფინანსეს შევიძინეთ 3 საშრობიდან მდგარი, როლერი, საღნობიდან მდგარი და მანქანა, ავტომანქანა.
მაღალი გამოვლობის იყო და პიკაპია და ესეთი ჩამოტანა მარტივია, იმიტომ რომ მას კუზავი აქვს და კარგად ვათავსებდით, ჰაერზე იყო და მცენარეები არ ფუჭდებოდა და ძალიან ხარისხიანი ჩამოგვქონდა. დროში ჩამოგქონდა, მართალია ცუდამინჩი ძალიან ძნელია, ხანდახან აუდიოდით ამ ხელამთაზე, წვიმა იწყება, მოდიხარ, მაგრამ ამანქანის საშუალებით მარტივად მოვახერხეთ ამ ყველაფრის ჩამოტანა. და მერე დანადგარები მოყვა ამ ამბავს, მერე ცოტა შეფუთვებიც მოყვა რამე და ასე ნელ-ნელა ვითარდებით. ცოტა ხალხი სხვანაირად უყურებდა. მიჩვეული იყო იმ კომუნისტურ პერიოდს და რა კეთდებოდა, რანაირად კეთდებოდა. მერე ნელ-ნელა დაიწყეს. დაინტერესება და ეხლა ფაქტიურად მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეცაა დიდი. მაგრამ ჩვენი მიზანი მაინც ევროპისკენ აღგზა. დაგვაფინანსეს აგრეთვე ამ გრეტას პროგრამით, რომ ბიოსერტიფიკატი მიგვაქვს. ეხლა სამი სახეობა ბიოსერტიფიცირებულია უკვე. თიზმაყვალი, კომში, დეკა. ახლა მოგროვება ერთია, მაგრამ ამას დაყენების ტექნოლოგიებიც აქვს. დაყენების ტექნოლოგიებს, თავისი ჭურჭელი აქვს, თავისი ინვენტარი აქვს. ერთგვარი კულტურა არის ახლა ამის დაყენებაც და მირთმევაც და სუფრასთან გამოტანაც და ყველაფერი და ნელ-ნელა ამასაც ვსწავლობთ. ეხლა ვაზის ფოთლების ჩაი მოვსინჯეთ. ძალიან საინტერესოა, ძალიან გემრიელია. ეხლა გადავდივარ ამ პერიოდიდან უკვე სექტემბრის ბოლომდის ბალახეულ ჩაიებს. ეს ახლა დიდი რაოდენობით არა, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდებით ამ გრეტას დახმარებით და ხელშეწყობით. მივდივართ წინ ევროპისაკენ.